ვიტარიელ მადლობა იმისთვის რომ გვითმობ დროს და იღებ გადაცემაში მონაწილეობას თქვენ რამდენიმე წუთის წინ ლევან ჯანგველაძის კლუბის საქმეზე გქონდათ შესაბამისი ბრიფინგი პრესკონფერენცია სადაც საქმის ახალ დეტალებზე ისაუბრეთ მოდით მოგვიყევით ჩვენს მაყურებელსაც ვუთხრათ რა ახალი გარემოებები არის ტარიელ გამოკვეთილი ამ საქმეში არიან თუ არა ახალი ფიგურანტები მოგესალმებით დიახ მე ჩვენს ბრიფინგში საკმაოდ ბევრ საკითხს შევეხე საკმაოდ ბევრ საკითხზე გავამახვილე ყურადღება და მე მინდა ყველაზე აქტუალურ საკითხებზე ვისაუბრო თქვენთან. პირველი შეკითხვა რაც ჟურნალისტებს აქვთ აღნიშნულ საქმისთან დაკავშირებით არის ოთარ ფარცხალაძეს ეხება ეს შეკითხვა. ყველამ კარგად იცის რომ საქმეში არსებობს უკვე გარკვეული გამოკითხვის ოქმები, სადაც ნახსენები არის ოთარ ფარცხალაძე და მე ჟურნალისტები მეკითხებიან იმასთან დაკავშირებით არის თუ არა ეს ადამიანი დაბარებული გამოსაკითხად და არის თუ არა რაღაც გარკვეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებული ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით ჩემი პასუხი არის რომ არ არის ეს ადამიანი დაბარებული გამოსაკითხად და მისთვის არ არის დასმული უმნიშვნელოვანესი კითხვები, რომელიც ძალიან ბევრ საკითხს მოფენდა ნათებს. მოგეხსენებათ რომ მაშინ, როდესაც არსებობს გარკვეული ეჭვები, გარკვეული ვარაუდები აღნიშნულ პიროვნებასთან მიმართებით, გამოძიება ვალდებული იყო და ვალდებული არის, რომ დაიბაროს ბატონი ოთარ ფარცხალაძე გამოსაკითხად და დაუსვას მნიშვნელოვანი კითხვები. გამოკითხვის ოქმებში, რომელიც უკვე არსებობს საქმეში, საუბარია იმაზე, რომ ამ ადამიანს ჰქონდა კონფლიქტი ბოლო პერიოდში მოკლულ ლევან ჯანგველაძესთან და ასევე არის გარკვეულ ინტერესთა კვეთაზე საუბარი. ფიქრობ, რომ აღნიშნული საკითხი აუცილებლად მოითხოვს გადამოწმებას, ან უნდა დადასტურდეს, ან უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის უარყოფა. მაშინ, როდესაც თავად ბრალდების მხარე აღიარებს და ბრალდების დადგენილებაში მიუთითებს შემდეგ რამეს, რომ დავაკვირდეთ, რას მიუთითებს, რომ ლევან ჯანგველაძესთან კონფლიქტში ყოფილმა პირმა შეუკვეთა ამ ადამიანის, ანუ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება. ისმის შეკითხვა, ვინ იყო ის პირი და ვინ არის ის პირი, ვინც იმყოფებოდა კონფლიქტში ლევან ჯანგველაძესთან და ვინც შეუკვეთა მკვლელობის ორგანიზება. ეს არის მთავარი შეკითხვა ამ სისხლის სამართლის საქმეზე და ამ უმნიშვნელოვანეს შეკითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ არ არის გაცემული და არც გაეცემა თუ გამოძიება ამ მიმართულებით არ იმუშავებს. წარმოუდგენელია ამ მიზანი მიმართულად არ მუშაობთ ტარიელ, აი ფარცხალაძე საერთოდ გამოკითხულიც რომ არ არის და კითხვაც რო არ ამის დაუსვამს მისთვის. ეს რაღაც ეჭვებს გიჩენთ რომ შესაძლოა ჭიანურდებოდეს თუნდაც მისი რაღაცა ამ სამართლებრივ პროცედურებში გარევა თუ რაღაცა ხელშეუხებლობა აქვს. აი როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევასთან გვაქვს მაშინ საქმე? პირველ რიგში მინდა განვაცხადო, რომ მთელი რამოდენიმე თვის განმავლობაში ამ საქმეზე არათუ გამოძიება მიმდინარეობდა, არამედ მიმდინარეობდა საქმის ჩაფარცხვის ოპერაცია. ყველაფერს აკეთებდა გამოძიება იმისათვის, რათა არ გამოვლენილიყვნენ დანაშაულის ორგანიზატორები და არ გამოვლენილიყო მკვლელობის შემკვეთი პირი. ყველაფერს აკეთებდა გამოძიება, რომ დაესაბუთებინა თითქოს თელა უძილაურმა თავად პირადი მოტივით გადაწყვიტა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა. ეს იყო სრული აბსურდი და რამოდენიმე თვიანი ბრძოლა დაჭირდა იმ ყველაფერს, რომ მუხლი შესრულიყო და საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულიყო. პირველივე დღეებში, რომ ჩატარებულიყო მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, ყველა ამ კითხვაზე დღეს უკვე ამომწურავი პასუხი იქნებოდა გაცემული. თუმცა ვიმეორებ, რომ დღესაც არ არის გვიან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებით გაეცეს პასუხი შეკითხვას, ვინ შეუკვეთა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება და ნამდვილად ჩვენ ჭირდება საგამოძიებო მოქმედებებით მოპოვებული იქნეს მტკიცებულებები და უნდა ვიცოდეთ, ნამდვილად ოთარ ფარცხალაძე არის ეს პირი თუ იქნებს სხვა პირია, ვინც შეუკვეთა. მე რა თქმა უნდა არავის უდანაშაულობის პრეზუმპციას არ ვარღვევ. მე უბრალოდ ვაკრიტიკებ გამოძიებას და პროკურატურას და მოუწოდებ მათ, რომ აუცილებლად გამოკითხონ ოთარ ფარცხალაძე და დაუსვან მას უმნიშვნელოვანესი შეკითხვები, რომელიც არათუ
თავად გამოძიებას უნდა აწუხებდეს და არათუ დაზარალებულის ოჯახს უნდა აწუხებდეს, არამედ ძალიან აწუხებს საზოგადოებას და საზოგადოებას აქვს კითხვები აღნიშნულთან დაკავშირებით. ჭორებზე და ვარაუდებზე მე ნამდვილად ვერავის პასუხისმგებაში მიცემას ვერ მოვითხოვ, თუმცა მე მოვითხოვ, რას გეუბნებიან მოქმედებები დარიელ, აი როდესაც გააქვთ კომუნიკაცია ამ საქმის პროკურორთან, გამომძიებლებთან, აი რა არის მათი არგუმენტი შეკითხვაზე, რატომ არ მოხდა ან არ ხდება ამ დრომდე ფარცხალაძის გამოკითხვა? პოზიცია არის ის, რომ მიმდინარეობს აქტიურად საგამოძიებო მოქმედებები და მეც ვადასტურებ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს კი ბატონო. მე იმას არ უკარგავ პროკურატურასთან. მე იმას არ უკარგავ პროკურატურას ნამდვილად, რომ ბოლო პერიოდში მართლაც მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მას შემდეგაც მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში საქმის ჩაფარცხვის სპეცოპერაცია, მაგრამ ამ მნიშვნელოვან საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად აუცილებელია ასევე დაბარებულ იქნეს ბატონი ოთარ ფარცხალაძე და დაეშვას მას უმნიშვნელოვანესი შეკითხვები. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იქნება საზოგადოების ის ეჭვი და ვარაუდი, რომ ვიღაცას ხელს აფარებს და ვიღაცას არ სურს ამ დანაშაულის სრულყოფილად გამოძიება. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ მყისიერი რეაგირება მოხდება ამ ყველაფერთან დაკავშირებით და კიდევ ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. აღნიშნული მკვლელობის პრევენცია იყო შესაძლებელი. აღნიშნული მკვლელობა ვერ განხორციელდებოდა იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ინსტიტუტების ძველი ხელმძღვანელები იმოქმედებდნენ ეფექტურად. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, მე ბრიფინგსაც ვისაუბრე, იმასთან დაკავშირებით, რომ შალვა ბედოიძე, რომელიც იმყოფებოდა მაშინ თანამდებობაზე იმ პერიოდში და იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არის დაკავშირებული პირი და ახლობელი ოთარ ფარცხალაძესთან. და შალვა ბედოიძეს, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, იყო ის პირი, რომელმაც თავისი უმოქმედობით ხელი შეუწყო აღნიშნული მკვლელობის ორგანიზებას. ჯერ კიდევ ამბასადორის ეპიზოდზე მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება, როდესაც დაყვებოდა ლევან ჯანგველაძეს. როგორ? დრო აღარ გვაქვს სამწუხაროდ დარიელ. დიახ, როდესაც დაყვებოდა ლევან ჯანგველაძეს, მაშინ უნდა მოხდარიყო მისი პასუხისმგებაში მიცემა, თუმცა ეს არ მოხდა, ეს რომ გაიკეთებინა მკვლელობის პრევენცია აუცილებლად. კი ბატონო, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა დარიელ კაკაბაძე იყო